რატომ იყო გერმანია ასეთი ეფექტური პირველი მსოფლიო ომის დროს? ამ ვიდეოში ამას გავიგებთ, ასე რომ დავიწყოთ. $1914 წელს დაიწყო პირველი მსოფლიო ომი. ერთ მხარეს იყო გერმანია და ავსტრია-უნგრეთი, მოგვიანებით მათ შეუერთდნენ ოსმალეთის იმპერია და ბულგარეთი, მათი ჯგუფი ცენტრალურ სახელმწიფოებს უწოდებდნენ. მეორე მხარეს იყვნენ საფრანგეთი, ბრიტანეთი და რუსეთი. მათ ეძახდნენ მოკავშირე ძალებს. მოკავშირე ძალებს ერთობლივად უფრო დიდი მოსახლეობა და რესურსები ჰქონდათ. ამიტომ უკვე თავიდანვე გერმანიისთვის დიდი პრობლემა იყო ომი. გერმანიას ორფრონტიანი ბრძოლა უწევდა. დასავლეთით საფრანგეთი და ბრიტანეთი, აღმოსავლეთით კი რუსეთი. ეს ნიშნავს, რომ გერმანიას თავისი არმია ორ დიდ ტერიტორიაზე უნდა გაეყო. და ომის დაწყებამდე გერმანიას უკვე ჰქონდა გეგმა ესეთი სიტუაციისთვის, სურდა რომ სწრაფად დაემარცხებინა საფრანგეთი, სანამ რუსეთი სულად გამოიყვანდნენ თავის არმიას. ამიტომ 1914 წელს გერმანიის არმიის დიდი ნაწილი დასავლეთში გაგზავნეს საფრანგეთის დასასხმელად. მაგრამ რუსეთი უფრო სწრაფად იმოქმედა, ვიდრე გერმანიას ეგონა. ორი დიდი რუსული არმია შევიდა აღმოსავლეთ პრუსიაში, რომელიც მაშინ გერმანიის ნაწილი იყო და ახლოს მდებარეობდა რუსეთთან. აღმოსავლეთ პრუსიაში ცოტა გერმანელი ჯარი დარჩა, რადგან მათი უმეტესობა საფრანგეთში დასავლეთ ფრონტზე იბრძოდა. ამიტომ როცა რუსული არმია შევიდა, გერმანია უფრო დიდ საფრთხეში აღმოჩნდა. მაგრამ რუსეთს დიდი პრობლემა ჰქონდა. ორი რუსული არმიის კომუნიკაცია არ იყო კარგად ორგანიზებული. მათ მიერ გაგზავნილი რადიო შეტყობინებები გერმანიამაც დააფიქსირა და გაიგო. ამიტომ გერმანელმა მეთაურებმა გაიგეს მათი გეგმები და მათ შეძლეს თითო-თითოდ გამკლავებოდნენ მათ. 1914 წლის აგვისტოში ტანენბერგის ბრძოლა გაიმართა. გერმანელი მეთაურები პაულ ფონ ჰინდენბურგი და ერიხ ლუდენდორფი ხელმძღვანელობდნენ ოპერაციას. გერმანიის ძალებმა რუსული მეორე არმიის დიდი ნაწილი ალყაში მოაქციეს. ეს რუსეთისთვის უზარმაზარი მარცხი იყო, ათასობით რუსი ჯარისკაცი დაიღუპა და დაიჭრა, ასევე ბევრი გერმანიამ ტყვე დაიყვანა. ამის შედეგად რუსული მეორე არმია თითქმის მთლიანად განადგურდა. მისი მეთაური გენერალი ალექსანდრ სამსონოვი მარცხის შემდეგ თავი მოიკო. ტანენბერგის ბრძოლის შემდეგ გერმანიამ აღმოსავლეთ პრუსიაში კიდევ ერთ რუსულ არმიას დაუპირისპირდა. მათ ეს არმიაც დაამარცხეს და რუსული ძალები იძულებული გახდნენ დაეხიათ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთი ომში მაშინვე დამარცხდა. რუსული იმპერია ძალიან დიდი იყო და მას ჯერ კიდევ ბევრი ჯარი ჰყავდა. საბრძოლო მოქმედებები აღმოსავლეთ ფრონტზე რამდენიმე წლის განმავლობაში გაგრძელდა. სანამ გერმანია რუსეთს აღმოსავლეთში ებრძოდა, უფრო დიდი ომი მიმდინარეობდა დასავლეთში. გერმანიის პირველი გეგმა სწრაფად დაემარცხებინა საფრანგეთი. არ განხორციელდა. 1914 წლის ბოლოსთვის ორივე მხარემ გრძელი სანგრები გაათხარა. სანგარი არის ღრმად ხრილი, რომელსაც ჯარისკაცები იყენებენ ტყვიებისა და артиლერიისგან დასაცავად. აქ დაიწყო რამდენიმე წლიანი სანგრების ომი დასავლეთის ფრონტზე. ძალიან რთული იყო შეტევა. როდესაც ჯარისკაცები გამოდიოდნენ სანგრიდან, მათ უნდა გადაელახათ ღია სივრცე, სადაც მათზე ტყვიან ფხვეობითა და артиლერიით ისროდნენ. ამიტომ იყო ბრძოლები, სადაც ათასობით ადამიანი იღუპებოდა, მაგრამ მხოლოდ მცირე ტერიტორია იკავებოდა. ამავე დროს გერმანია აგრძელებდა ბრძოლას რუსეთთან. 1917 წლისთვის რუსეთში დიდი პოლიტიკური კრიზისი დაიწყო. ცარის მთავრობა დაეცა და შემდეგ ბოლშევიკებმა აიღეს ძალაუფლება. ახალი რუსული მთავრობა ომის დასრულებას სურდა. 1918 წლის მარტში რუსეთმა ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და საბოლოოდ გამოვიდა პირველი მსოფლიო ომიდან. ეს გერმანიისთვის დიდი უპირატესობა იყო, რადგან აღარ სჭირდებოდა დიდი არმიის გაგზავნა რუსეთის წინააღმდეგ. ეხლა გერმანიამ ბევრი ჯარისკაცი აღმოსავლეთიდან დასავლეთის ფრონტზე გადაიყვანა, მაგრამ ახალი პრობლემა გაჩნდა. 1917 წელს შეერთებული შტატებიც ჩაერთო ომში გერმანიის წინააღმდეგ. გერმანელი ლიდერები იცოდნენ, რომ რაც უფრო დიდხანს გაგრძელდებოდა ომი, უფრო მეტი ამერიკელი ჯარისკაცი და მარადი ჩამოვიდოდა ევროპაში. ამიტომ მათ სჭირდებოდა დიდი შეტევის განხორციელება, მანამდე სანამ მოკავშირეთა ძალები ძალიან გაძლიერდებოდნენ. ამიტომ 1918 წლამი გაზაფხულზე გერმანიამ წამოიწყო რამდენიმე დიდი შეტევა, რომელსაც გერმანული გაზაფხულის შეტევა ეწოდება. მათ გამოიყენეს შერჩეული ჯარისკაცები, რათა მოეძებნათ მტრის თავდაცვის სუსტი წერტილები და სწრაფად გაერღვიათ თავდაცვა. თავდაპირველად გერმანიის შეტევა წარმატებული იყო. მათ დაახევინეს მოკავშირეთა ძალები და დიდი ტერიტორია დაიკავეს, მაგრამ მაინც ვერ შეძლეს საბოლოოდ მტრის დამარცხება. გერმანელი ჯარისკაცების წინსვლისას მათ უფრო გაუჭირდათ საკვების, ტყვიების და სხვა მარაგების მიღება. მათგან ბევრი უკვე დააღლილი იყო და ახალი ჯარისკაცებიც აღარ ყავდათ საკმარისი.
ამის გამო მათი შეტევა ნელ-ნელა დასუსტდა და შეწყდა. ამ დროს კი ახალი ამერიკული ნაწილები უცვლელად ჩამოდიოდნენ. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის არმიამ ბევრ ბრძოლაში დიდი ძალა აჩვენა, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა პირველი მსოფლიო ომის მოსაგებად. ეხლა კი ეს არის უფრო მნიშვნელოვანი კითხვა. რატო შეძლო გერმანიამ 4 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ბრძოლა, მიუხედავად იმისა, რომ ძლიერ მტრებს შორის იყო მოქცეული? რა ჰქონდა გერმანიის არმიას, სამხედრო დაგეგმვასა და ეკონომიკას ისეთი, რამაც მას დიდი ძალა მისცა? და რატო ამ ყველა უპირატესობის მიუხედავად მაინც დამარცხდა გერმანია ბოლოს? გავაგრძელოთ ამბავი, რომ გავიგოთ რატომ აღმოჩნდა გერმანია ასეთ რთულ მდგომარეობაში, უნდა დაუბრუნდეთ იმას, თუ როგორ დაიწყო სინამდვილეში პირველი მსოფლიო ომი. 1914 წლის ივნისში ავსტრია-უნგრეთი და სერბეთი პოლიტიკურად მტრები იყვნენ. ერთ-ერთი საკითხი, რაზეც ისინი დაობდნენ, იყო ბოსნია, ადგილი ბალკანეთში, სადაც ბევრი სერბი ცხოვრობდა. სერბეთს სურდა ბოსნია მათთან დაახლოებულიყო, ან შეერთებოდა. მაგრამ 1908 წელს ავსტრია-უნგრეთმა საბოლოოდ შეუერთა ბოსნია თავის იმპერიას. ამის გამო სერბეთი კიდევ უფრო გაბრაზდა, ამიტომ 1914 წლის 28 ივნისს სარაევოში მოკლეს ერცერცოგი ფრანც ფერდინანდი, რომელიც ავსტრია-უნგრეთის მომავალი მმართველი უნდა დამხდარიყო. მისი მკვლელი იყო გავრილო პრინციპი, ბოსნიელი სერბი ნაციონალისტი. ამის გამო ავსტრია-უნგრეთმა სერბეთი დაადანაშაულა. აქედან დაიწყო კრიზისი, რომელიც პირველ მსოფლიო ომამდე მიიყვანს. მაგრამ დიდი პრობლემა იყო, ავსტრია-უნგრეთის მოკავშირე გერმანია იყო. ამასობაში რუსეთი სერბეთის ახლო მოკავშირეა. მას არ სურს ავსტრია-უნგრეთმა სერბეთი უბრალოდ დაიპყროს. გერმანიამ პირობა დადო, რომ ავსტრია-უნგრეთს მხარს დაუჭერს, თუ დიდი ომი დაიწყება. 23 ივლისს ავსტრია-უნგრეთმა სერბეთს ულტიმატუმი გაუგზავნა. ულტიმატუმში ბევრი მკაცრი პირობა იყო ჩადებული. სერბეთმა მათი უმეტესობა მიიღო, მაგრამ არა ყველა. ამიტომ 1914 წლის 28 ივლისს ავსტრია-უნგრეთმა სერბეთს ომი გამოუცხადა. აქედან დაიწყო რეგიონალური კონფლიქტის გადაზრდა დიდ ევროპულ ომში. რუსეთმა დიდი რაოდენობით ჯარი მოამზადა, რადგან არ სურდა სერბეთის დამარცხება და ასევე შიშობდა გერმანიისა და ავსტრია-უნგრეთის გამო. გერმანიამ რუსეთის მზადება დიდ საფრთხედ აღიქვა. 1 აგვისტოს გერმანიამ რუსეთს ომი გამოუცხადა. მაგრამ გერმანიამ იცოდა, რომ რუსეთსა და საფრანგეთს ახლო ურთიერთობა და სამხედრო ალიანსი ჰქონდათ. ამიტომ ახლა გერმანია იმ საფრთხის წინაშე დგას, რომ ერთდროულად მოუწევს ბრძოლა აღმოსავლეთში რუსეთთან და დასავლეთში საფრანგეთთან. ამისთვის გერმანიას გეგმა ჰქონდა, მას შლიფენის გეგმა ეწოდება. მისი იდეათი მარტივია. ჯერ სწრაფად დაამარცხონ საფრანგეთი, სანამ რუსეთი თავის უზარმაზარ არმიას სრულად მოამზადებს. როცა საფრანგეთი დამარცხდება, გერმანია თავის არმიის უმეტეს ნაწილს აღმოსავლეთში გადაიყვანს, რომ რუსეთს შეებრძოლოს. მაგრამ საფრანგეთის პირდაპირი შეტევა რთულია, რადგან მისი საზღვარი გერმანიასთან ძლიერად არის დაცული. ამიტომ გერმანიამ გადაწყვიტა ბელგიაში გაევლო. ბელგია ნეიტრალური ქვეყანაა და არ სურდა ომში ჩართვა. გერმანიამ ნებართვა ითხოვა, რომ მისი არმია ბელგიაში გაევლო, მაგრამ ბელგიამ უარი თქვა. ამიტომ გერმანია ბელგიაში შეიჭრა. ეს დიდი გადაწყვეტილება იყო, რადგან ბრიტანეთს ჰქონდა შეთანხმება ბელგიის ნეიტრალიტეტის დაცვის შესახებ. როდესაც გერმანიამ უარი თქვა ბელგიიდან გასვლაზე, ბრიტანეთმაც გამოუცხადა ომი გერმანიას. გერმანიას მხოლოდ საფრანგეთსა და რუსეთის წინააღმდეგ კი არ უწევდა ბრძოლა, არამედ ბრიტანეთის იმპერიასაც უნდა გამკლავებოდა. თავდაპირველად გერმანიის არმია სწრაფად მიიწევდა წინ. ისინი ბელგიაში შევიდნენ და შემდეგ საფრანგეთში. ისინი პარიზს მიუახლოვდნენ და ჩანდა, რომ საფრანგეთის სწრაფად დამარცხებაც კი იყო შესაძლებელი. მაგრამ 1914 წლის სექტემბერში ფრანგულმა და ბრიტანულმა ძალებმა ისინი მარნის პირველი ბრძოლის დროს შეაჩერეს. გერმანიის არმია იძულებული გახდა დაეხია უკან. აქ საბოლოოდ ჩავარდა გეგმა, რომ საფრანგეთი სწრაფად დაემარცხებინათ. ეხლა გერმანიას მოუწია ორ მხრივად ხანგრძლივი ომის გაწყობა. დასავლეთში გერმანია ვეღარ ახერხებდა შორს წასვლას, აღმოსავლეთში კი უწევდა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა. 1915 წელს გერმანია უფრო მეტად აღმოსავლეთის ფრონტზე კონცენტრირდა. ავსტრია-უნგრეთთან ერთად მათ დიდი შეტევა წამოიწყეს რუსეთის წინააღმდეგ. რუსეთის არმია შორს უკან დაიხია და რუსეთმა ბევრი ტერიტორია დაკარგა. მაგრამ ეს მაინც არ იყო საკმარისი, რომ რუსეთი საბოლოოდ გამოეყვანათ ომიდან. ამიტომ რაც უფრო დიდხანს გრძელდებოდა პირველი მსოფლიო ომი, მით უფრო მნიშვნელოვანი ხდებოდა კითხვა, რომელ მხარეს პირველად გამოელეოდა ჯარისკაცები, საკვები, იარაღი და ფული. ეს დიდი პრობლემა იყო გერმანიისთვის, რადგან მისი გაერთიანებული მოწინააღმდეგეები უფრო მეტ რესურსს ფლობდნენ. კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა არსებობდა. ბრიტანეთმა თავისი ძლიერი საზღვაო ფლოტი გამოიყენა, რათა გერმანიაში მიმავალი მრავალი გემი დაებლოკა. ამას საზღვაო ბლოკადა ეწოდება. მისი მიზანი იყო გერმანიისთვის სხვა ქვეყნებიდან საკვების, ნედლეულის და სხვა მნიშვნელოვანი პროდუქციის მიღების შეჩერება.
რაც უფრო დიდ ხანს გრძელდებოდა ბლოკადა, მით უფრო მეტად გრძნობდნენ ამას ჩვეულებრივი გერმანელები. მაგრამ სანამ პრობლემა გერმანიაში საბოლოოდ გამწოლდებოდა, გერმანიამ ჯერ სცადა დიდი გარღვევა საფრანგეთში. 1916 წლის თებერვალში გერმანია დაესხა ვერდენს. ვერდენი საფრანგეთისთვის მნიშვნელოვანი იყო. ამიტომ გერმანიამ იცოდა, რომ ფრანგული არმია მას დაიცავდა. გერმანიის გეგმა იყო საფრანგეთის იძულება, რომ იქ ბევრი ჯარი გაეგზავნა, სანამ მათი ძალა არ მოიწურებოდა. მაგრამ საფრანგეთი არ დანებდა. ვერდენის ბრძოლა მრავალი თვის განმავლობაში გაგრძელდა და ორივე მხარეს დიდი დანაკარგები ჰქონდა. ბერლინი. ბოლოს გერმანიამ ვერ მოიპოვა ის დიდი გამარჯვება, რაც სურდა. ვერდენის ბრძოლის დროს კი ბრიტანეთი და საფრანგეთი საკუთარ დიდ შეტევას ამზადებდნენ. 1916 წლის ივლისში დაიწყო ომის ბრძოლა. კლავად ძალიან დიდი იყო დაღუპულთა და დაჭრილთა რაოდენობა, მაგრამ მოკავშირეებმაც ვერ შეძლეს შორს წასვლა. ვერდენისა და სომის ბრძოლებში ძალიან ბევრი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაიჭრა, მაგრამ ორივე მხარემ მხოლოდ მცირე ტერიტორია მოიპოვა. მაშინ როცა დასავლეთ ფრონტზე ბრძოლა გრძელდებოდა, გერმანიას აღმოსავლეთშიც ახალი პრობლემა შეექმნა. 1916 წლის აგვისტოში რუმინეთი ომში ჩაერთო ცენტრალური ძალების წინააღმდეგ. რუმინეთი იმედოვნებდა, რომ ავსტრია-უნგრეთიდან ტერიტორიას მიიღებდა, მაგრამ გერმანიამ და მისმა მოკავშირეებმა სწრაფად უპასუხეს. მხოლოდ რამდენიმე თვეში რუმინეთის არმიის დიდი ნაწილი დამარცხდა და ბუქარესტი, რუმინეთის დედაქალაქი, ოკუპირებული იქნა. ეს გერმანიისთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან რუმინეთს ნავთობი და მრავალი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი ჰქონდა. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ გერმანიას წარმატებები ჰქონდა, ავსტრია-უნგრეთში პრობლემები კიდევ უფრო მძაფრდებოდა. 1916 წელს რუსეთმა ავსტრია-უნგრეთის წინააღმდეგ დიდი შეტევა წამოიწყო, რომელსაც ბრუსილოვის შეტევა ეწოდება. ეს შეტევა ავსტრო-უნგრეთის არმიას უზარმაზარი ზიანი მიაყენა. ამიტომ გერმანიას კიდევ უფრო მეტი ჯარისკაცი და მარაგი მოუწია გაეგზავნა თავისი მოკავშირის დასახმარებლად. ეს ნიშნავს, რომ გერმანიას მხოლოდ საკუთარ ბრძოლაზე აღარ შეეძლო ფიქრი. ასევე უწევდა ავსტრია-უნგრეთის დახმარება, როცა მას უჭირდა. ამ ყველაფრის ფონზე ხალხის ცხოვრება კიდევ უფრო უარესდებოდა. გერმანიაში ბრიტანეთის ბლოკადის და მოსავლის პრობლემების გამო საკვები მოიკვა. 1916-დან 1917 წლის ზამთარში საკვების დეფიციტი უკიდურესად გამძაფრდა. კარტოფილის ნაკლებობის გამო ბევრი ადამიანი იძულებული გახდა ძირეული ბოსტნეული, კერძოდ კი შვედური ბოლოკი ძირითადი საკვებად ეჭამა. ამ პერიოდს შვედური ბოლოკის ზამთარი ეწოდა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველა მხოლოდ შვედურ ბოლოკს ჭამდა. მაგრამ სახელწოდება აჩვენებს, რამდენად მძიმე იყო საკვების დეფიციტი. ბევრი ოჯახი საკმარისი საკვების გარეშე დარჩა. ამიტომაც ბევრი ადამიანის სხეული დასუსტა და გაიზარდა უკმაყოფილება მთავრობისა და მიმდინარე ომის მიმართ. 1917 წლისთვის გერმანიის რამდენიმე ქალაქში უკვე დაიწყო გაფიცვები და პროტესტები. ბევრი მუშა ითხოვდა მეტ საკვებს, უკეთეს ხელფასს და ომის დასრულებას. გერმანიის ლიდერები აცნობიერებდნენ, რომ ასეთ სიტუაციაში გამარჯვება რთული იქნებოდა, ამიტომაც მათ დიდ რისკზე წავიდნენ. გერმანიამ გადაწყვიტა უფრო ფართოდ გამოეყენებინა წყალქვეშა ნავები, ანუ U-ბოტები, ბრიტანეთისკენ მიმავალი გემების წინააღმდეგ. მიზანი იყო ბრიტანეთისთვის მომარაგების შეწყვეტა, რათა ისინი იძულებულნი გამხდარიყვნენ, დანებებულიყვნენ, მაგრამ გერმანიამ იცოდა, რომ შესაძლებელია დაზიანებულიყვნენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაკავშირებული გემებიც. ეს დიდი საფრთხე იყო, რადგან ამერიკა შეიძლებოდა ომში ჩართულიყო. თუმცა გერმანიის სამხედრო ლიდერები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ბრიტანეთს დასუსტებდნენ მანამდე, სანამ ამერიკის შეერთებული შტატები დიდ არმიას გააგზავნიდა ევროპაში. ეს ასე არ მოხდა. 1917 წლის აპრილში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გერმანიას ომი გამოუცხადა. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო გერმანიის მიერ შეუზღუდავი წყალქვეშა ომის განახლება, როდესაც ისინი ომის ზონაში მიმავალ გემებს ხშირად გაფრთხილების გარეშე ესხოდნენ თავს. კიდევ ერთი მიზეზი იყო, რომელმაც ურთიერთობები კიდევ უფრო გაამწვავა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეიტყო ციმერმანის ტელეგრამის შესახებ. ეს იყო გერმანიიდან გაგზავნილი საიდუმლო შეტყობინება, რომელიც ამერიკის ომში ჩართვის შემთხვევაში მექსიკასთან ალიანსს თავაზობდა. თუ მექსიკა დათანხმდებოდა, გერმანია დაფირდა, რომ დაეხმარებოდა მექსიკას შეერთებული შტატებისგან ადრე დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაში. ამან კიდევ უფრო გააძლიერა ამერიკაში ომში ჩართვის მხარდაჭერა. ეს გერმანიისთვის ძალიან დიდი პრობლემა იყო. შეერთებულ შტატებს დიდი ეკონომიკა და უამრავი რესურსი ჰქონდა. მაგრამ იმავე წელს გერმანიისთვის კარგი ამბავიც იყო. რუსეთში რევოლუცია მოხდა. ცარის მთავრობა დაეცა და საბოლოოდ ბოლშევიკებმა აიღეს ძალაუფლება. ბოლშევიკებს სურდათ რუსეთი ომიდან გამოეყვანათ. ამის გამო გერმანიას მიეცა შანსი თავი დაეღწია ომის ორ ფრონტზე, რასაც დიდი ხანია ეშინოდა. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი გამოვივიდა ომიდან, გერმანიამ ვერ შეძლო თავისი ყველა ჯარისკაცი საფრანგეთში გადაყვანა მაშინ.
გერმანიას მაინც მოუწია ბევრი ჯარისკაცის დატოვება აღმოსავლეთ ევროპაში დაპყრობილ დიდ ტერიტორიებს. მიუხედავად ამისა, გერმანელმა ჯარისკაცების დიდი ნაწილი მაინც გადაიყვანეს დასავლეთის ფრონტზე. და სწორედ ეს გამოიყენა გერმანიამ 1918 წლის დიდ გაზაფხულის შეტევაში, რომელიც უკვე ვიხილეთ. თავდაპირველად გერმანიამ დიდი წინსვლა მოახერხა. მაგრამ როცა მათ ძალა და მარაგები გამოელია, შეტევა შეჩერდა. სწორედ აქედან ომის მიმდინარეობა საბოლოოდ შეიცვალა. აგვისტო 1918-ში დაიწყო დიდი მოკავშირეთა კონტრშეტევა, რომელსაც 100 დღიანი შეტევა ეწოდება. ბრიტანელები, ფრანგები, ამერიკელები და სხვა მოკავშირე ძალები ერთად დაესხნენ თავს. მათ უკვე მეტი ახალი ჯარი, ტანკი, артиლერია და მარაგი ჰქონდათ. ამასობაში გერმანიის არმია დაღლილი იყო და უჭირდა დაღუპული და დაჭრილი ჯარისკაცების ჩანაცვლება. გერმანული ძალები ნელ-ნელა უკან იხევდნენ. ამასთან ერთად გერმანიის მოკავშირეები ერთი მეორის მიყოლებით მარცხდებოდნენ. 1918 წლის სექტემბერში პირველმა ბულგარეთმა დანებდა. შემდეგ ოსმალეთის იმპერია დანებდა ოქტომბერში, ხოლო ავსტრია-უნგრეთი ნოემბრის დასაწყისში. ამის გამო მხოლოდ გერმანია დარჩა მებრძოლად, მაგრამ გერმანიაშიც მძიმე მდგომარეობა იყო. საკვები არ ყოფნიდათ, ჯარისკაცები დაღლილები იყვნენ და ბევრი ადამიანი ომის დასრულებას ითხოვდა. ბევრ ჩვეულებრივ ადამიანს ომის დასრულება სურდა. ოქტომბრის ბოლოს გერმანელმა საზღვაო სარდლებმა დიდი შეტევის დაგეგმვა დაიწყეს ბრიტანეთის ფლოტის წინააღმდეგ. მაგრამ ბევრმა გერმანელმა მეზღვაურმა უარი თქვა ბრძანების შესრულებაზე. მათ არ სურდათ ბრძოლაში ჩაბმა, რომელიც მათ აზრით უკვე აზს იყო მოკლებული. მეზღვაურებში აჯანყება დაიწყო და სწრაფად გავრცელდა. სხვადასხვა გერმანულ ქალაქში პროტესტები და ამბოხებები დაიწყო. პროტესტს მუშები და ჯარისკაცებიც შეუერთდნენ. როცა არეულობა გაიზარდა, კაიზერმა ქვეყნის კონტროლი დაკარგა. 1818 წლის ნოემბრის 9 რიცხვში კაიზერ ვილჰელმ II-მ დატოვა ხელისუფლება და ნიდერლანდებში წავიდა. 2 დღის შემდეგ, 11 ნოემბერს, გერმანიამ ხელი მოაწერა ზავს. ბრძოლა შეწყდა. გერმანია დამარცხდა პირველ მსოფლიო ომში, მაგრამ მაინც გასაკვირია, რამდენ ხანს შეძლო ბრძოლა. ის იბრძოდა საფრანგეთის, ბრიტანეთისა და რუსეთის წინააღმდეგ. შემდგომში შეერთებული შტატებით ჩაერთო, მას ასევე უწევდა ავსტრია-უნგრეთისა და სხვა მოკავშირეების დახმარება, როცა ისინი გაჭირვებაში იყვნენ. გერმანიაში იმპორტი იბლოკებოდა და ქვეყანაში სერიოზული საკვების დეფიციტი შეიქმნა. მაგრამ ომი მაინც გაგრძელდა 4 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, სანამ გერმანიის საომარი ძალისხმევა საბოლოოდ არ დაინდრა. ამიტომ შემდეგი მნიშვნელოვანი კითხვა აღარ არის თუ რა დაემართა გერმანიას. კითხვაა, რატომ იყო გერმანიის სამხედრო ძალა ასეთი ძლიერი და როგორ შეძლო მან ასეთი საშინელი წინააღმდეგობის გაწევა. და ამას ახლა დავიგებთ. ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიზეზი, რატომაც მაშინ გერმანია ძლიერი იყო, ისაა, რომ გერმანია დიდი ხანია სერიოზულად ემზადებოდა ომისთვის. ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე გერმანიას უკვე ჰქონდა მკაფიო სისტემა ჯარისკაცების მომზადებისთვის, მათი გადაადგილებისთვის და სამხედრო გეგმების დასამუშავებლად. ამაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა გერმანიის გენერალურ შტაბს. ეს იყო სამხედრო ოფიცრების ჯგუფი, რომელიც არმიისთვის დიდ გეგმებს ამზადებდა. მკაცრი იყო შერჩევა. ესენი იყვნენ სამხედროები, რომლებიც ამზადებდნენ დიდ გეგმებს. ყურადღებას აქცევდნენ მათ მომზადებას, გამოცდილებას და სამხედრო გადაწყვეტილებების მიღების უნარს. ისინი მხოლოდ ომის დაწყებას არ ელოდნენ, რომ გეგმები შეემუშავებინათ. ისინი უკვე სწავლობდნენ, როგორ იმოქმედებდა არმია, თუ ომი საფრანგეთთან, რუსეთთან ან ორივესთან ერთად დაიწყებოდა. ეს მოიცავდა იმას, რამდენი ჯარისკაცი იყო საჭირო, სად უნდა წასულიყვნენ და როგორ მieყვანათ ისინი სწრაფად ბრძოლის ველზე. გერმანიის არმიას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თვისება ჰქონდა. ოფიცრებს თავისუფლებას აძლევდნენ. ბრძოლის ველზე მათ შეეძლოთ სწრაფად მიეღოთ გადაწყვეტილება, თუ სიტუაცია შეიცვლებოდა. მაგალითად, მეთაურმა შეიძლება უთხრას, რა უნდა მიაღწიონ, ან რა უნდა გააკეთონ. მაგრამ მას არ ჭირდებოდა ეთქვა ყოველი პატარა ნაბიჯი. ოფიცერს, რომელიც უშუალოდ ბრძოლის ველზეა, შეუძლია თავად მიიღოს გადაწყვეტილება, რა არის საუკეთესო გზა მისიის შესასრულებლად. ეს დიდ დახმარებას უწევს ომს, რადგან სიტუაცია სწრაფად იცვლება. როდესაც კომუნიკაცია წყდება ან რაღაც მოულოდნელად ხდება, ყოველთვის არ არის საჭირო უფრო მაღალი რანგის მეთაურისგან ახალი ბრძანების მოლოდინი. ასევე მნიშვნელოვანია გერმანელი ჯარისკაცების მომზადება. ომამდე გერმანია იხენებდა გაწვევას. ეს ნიშნავს, რომ ბევრი მამაკაცი უნდა გაევლო სამხედრო სამსახური. მათი სამსახურის შემდეგ ისინი შეიძლება გახდნენ რეზერვისტები. რეზერვისტი არის ყოფილი გაწვრთნილი ჯარისკაცი, რომელსაც შეიძლება ისე უხმონ ომის დროს. ამიტომ, როდესაც პირველი მსოფლიო ომი დაიწყო, გერმანიას არ დასჭირდა მხოლოდ ახალი რეკრუტების გამოყენება. ბევრ მათგანს, ვინც რეზერვისტად გამოიძახეს, უკვე ჰქონდა სამხედრო მომზადება. გერმანიის არმიას ასევე აქვს დიდი საწვრთნელი ტერიტორიები, სადაც ბევრი ჯარისკაცი ერთდროულად შეიძლება ვარჯიშობდეს.
აქ ისინი ავარჯიშებენ დიდ სამხედრო მოძრაობებს, артиლერიის ხარდაჭერას და სხვადასხვა დანაყოფის გადაადგილებას. მაგრამ საკმარისი არ არის ბევრი მომზადებული ჯარისკაცი, თუ ისინი სწრაფად ვერ მიაღწევენ ბრძოლის ადგილს. აქ გერმანიის დიდი უპირატესობა გახდა მისი სარკინიგზო სისტემა. ომამდე მათ უკვე დეტალურად ჰქონდათ დაგეგმილი, რომელი მატარებელი გამოიყენებოდა თითოეული სამხედრო დანაყოფისთვის და როდის გავიდოდა ის. ამიტომ როცა რომელიმე ადგილას ჯარისკაცები იყო საჭირო, ისინი სწრაფად ჩასვამდნენ მატარებელში თავიანთი იარაღითა და მარაგებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან გერმანია ომს ორ მიმართულებით აწარმოებდა. თუ აღმოსავლეთში რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი ჯარისკაცები იყო საჭირო, მათი გაგზავნა იქ შეიძლებოდა. თუ საჭირო იყო საფრანგეთში, ასევე შეიძლებოდა რამდენიმე დანაყოფის დასავლეთით დაბრუნება. მაგრამ გერმანიის სიძლიერის მიზეზი მხოლოდ კარგი დაგეგმვა არ იყო. ისინი ასევე ძალიან კარგად ახერხებდნენ ადაპტაციას ომის მიმდინარეობისას. როდესაც დასავლეთ ფრონტზე ბრძოლა თხილების ომში გადაიზარდა, გერმანიის არმიამ ახალი გზები მოძებნა შეტევისა და თავდაცვისთვის. თხილების ომში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იარაღი გახდა ნაღმთყორცნი. ნაღმთყორცნი არის პატარა საარტილერიო იარაღი, რომელიც ისვრის ასაფეთქებელ ჭურვს ზევით, სანამ ის მიზანს დაეცემა. იმის გამო, რომ ჭურვი მაღალი კუთხით ეცემა, მას შეუძლია მოხდეს თხილში დამალულ ჯარისკაცებს. ზოგიერთი ნაღმთყორცნი უფრო პატარაა ვიდრე დიდი საარტილერიო იარაღი, ამიტომ მისი წინახასთან მიყვანა უფრო ადვილია. გერმანიამ ასევე ფართოდ დამოიყენა მძიმე საარტილერიო იარაღი. მათ ჰქონდათ დიდი ქვემეხები, რომლებიც სპეციალურად ძლიერი ციხესიმაგრეების დასანგრევად იყო შექმნილი. ომის დასაწყისში გერმანიის შეტევისას ბელგიაზე მძიმე საარტილერიო იარაღი ძალიან მნიშვნელოვანი გახდა. ბელგიას ძლიერი ციხესიმაგრეები ჰქონდა, რომლებიც წესით უნდა შეეჩერებინა გერმანული წინსვლა. მაგრამ გერმანიამ გამოიყენა უზარმაზარი საარტილერიო ქვემეხები, რათა ამ ციხესიმაგრეებიდან რამდენიმე დაენგრია. ომის გაგრძელებისას ბრიტანეთმა და საფრანგეთმა ისწავლეს და შექმნეს საკუთარი, უფრო ეფექტური საარტილერიო იარაღი. ამიტომ ეს უპირატესობა გერმანიას აღარ დარჩა. თუმცა გერმანელებმა სწრაფად შეცვალეს ტაქტიკა. ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც მათ დაინახეს, იყო ის, რომ ძალიან ბევრი ჯარისკაცი იღუპებოდა. როცა ისინი ცდილობდნენ დაეცოთ პირველი თხრილი, მაშინაც კი როცა მთრის საარტილერიო ცეცხლი ძალიან ძლიერი იყო. ამიტომ მათ უფრო მოქნილი თავდაცვა შექმნეს. ამის ნაცვლად, რომ ყველა ჯარისკაცი პირველ ხაზზე დაეყენებინათ, თავდაცვა რამდენიმე ნაწილად დაყვეს. წინა ხაზზე მხოლოდ ცოტა ჯარისკაცი იყო. მათი ამოცანა იყო მთრის შენელება და არევა. უკან უფრო ძლიერი თავდაცვა იყო, სადაც იყო ტყვიამფრქვევები, артиლერია და მეტი ჯარისკაცი, ასევე იყო სარეზერვო ჯარები, რომლებიც უფრო უსაფრთხო ადგილას ეოდებოდნენ. თუ მტერი პირველ ხაზს გაივლიდა, ეს არ ნიშნავდა, რომ გერმანია მაშინვე დამარცხდებოდა. ისინი მტერს მისცემდნენ საშუალებას დაღლილიყო და დასუსტებულიყო. შემდეგ რეზერვის ჯარები გამოიყენებოდნენ კონტრშეტევისთვის. ამას ეწოდება სიღრმისეული ან ელასტიური თავდაცვა. მარტივი ახსნით, აუცილებელი არ არის ყოველი მეტრი მიწის სიცოცხლის ფასად დაიცვა. უფრო მნიშვნელოვანია, რომ არმია მთლიანად შენარჩუნდეს და მტერს სწორ დროს შეუტიოს. ეს მეთოდი ეფექტური აღმოჩნდა ბრძოლებში პირველი მსოფლიო ომის ბოლოს. გერმანიამაც შეიმუშავა შეტევის ახალი მეთოდი. აქ მნიშვნელოვანი გახდა ეგრეთ წოდებული შტურმტრუპერები. შტურმტრუპერები იყვნენ სპეციალურად გაწვრთნილი გერმანელი ჯარისკაცები, რომლებიც გამოიყენებოდნენ რთულ შეტევებში. იმის ნაცვლად, რომ მტრის ძლიერი დაცვის ხაზზე ერთდროულად ბევრი ჯარისკაცი გაეშვათ, შტურმტრუპერები ეძებდნენ სუსტი ადგილებს. თუ სადმე ძლიერი ტყვიამფრქვევის პოზიცია, რომლის აღებაც რთულია, მათ არ ჭირდებათ იქ ბევრი ჯარისკაცის დაუყოვნებლივ გაწირვა. მათ შეუძლიათ გვერდი აუარონ მას და შევიდნენ დაცვის უფრო სუსტ ნაწილში. შემდეგ ისინი ანადგურებენ კომუნიკაციას, საარტილერიო პოზიციებს და მომარაგების ხაზებს მტრის ზურგში. როცა დაცვა აირევა, შემდეგ მოდის უფრო დიდი გერმანული ძალა. ამ მეთოდს ინფილტრაციის ტაქტიკა ეწოდება. ასეთი ბრძოლის მეთოდზე მხოლოდ გერმანია არ ფიქრობდა. მსგავსი იდეები სხვა არმიებსაც ჰქონდათ, მაგრამ გერმანიის არმია გამოირჩეოდა ამ მეთოდის განვითარებით, წვრთნით და მასშტაბურ ოპერაციებში გამოყენებით. ეს ტაქტიკა დიდი დახმარება იყო 1918 წლის გერმანული შეტევების დროს. გერმანულმა ძალებმა ღრმად შეაღწიეს მოკავშირეთა ხაზებში და ბევრი ბრიტანული და ფრანგული დანაყოფი დაახევინა უკან, მაგრამ ამან ასევე გამოავლინა გერმანიის არმიის შეზღუდვები. პირველი წინსვლა ძალიან სწრაფი იყო, მაგრამ მათ გაუჭირდათ საკვების, საბრძოლო მასალის და артиლერიის მიწოდება, როცა წინ მიიწევდნენ. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ტაქტიკა შესანიშნავი იყო, ეს ვერ აანაზღაურებდა ადამიანური რესურსისა და მარაგების ნაკლებობას. გერმანიის ძლიერების კიდევ ერთი დიდი მიზეზი მისი ინდუსტრია იყო. პირველ მსოფლიო ომამდე გერმანია უკვე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინდუსტრიული ძალა იყო მსოფლიოში. ის ძლიერი იყო ფოლადის, ქიმიკატების, მანქანებისა და სამხედრო აღჭურვილობის წარმოებაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან თანამედროვე ომს სჭირდება უზარმაზარი რაოდენობის ტყვია, артиლერიის ჭურვი, ასაფეთქებელი ნივთიერებები და სხვა მარადი.
მაგრამ ბრიტანეთის საზღვაო ბლოკადის გამო გერმანიას გაუჭირდა ზოგიერთი მნიშვნელოვანი ნედლეულის იმპორტი. ამიტომ მათ მოუწიათ ეძებნათ გზა, რომ ზოგი საჭირო ნივთი თავად ქვეყანაში დაემზადებინათ. ამაში დიდი დახმარება გაუწია გერმანიის განვითარებულმა ქიმიურმა ინდუსტრიამ. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მაგალითია ჰაბერ-ბოშის პროცესი. ეს არის მეთოდი, რომელთაც ამიაკს ამზადებენ ჰაერიდან მიღებული აზოტის გამოყენებით. ამიაკი გამოიყენება სასუქებში, მაგრამ ის ასევე მნიშვნელოვანია ასაფეთქებელი ნივთიერებების წარმოებისთვისაც. ამიტომაც გერმანიამ შეძლო ასაფეთქებელი ნივთიერებების დიდი მარაგის წარმოება, მიუხედავად იმისა, რომ იმპორტირებული ნიტრატების მოპოვება გაუჭირდა. მაგრამ ამან ყველა პრობლემა ვერ გადაჭრა. მიუხედავად იმისა, რომ გერმანული ინდუსტრია ძლიერი იყო, მას არ შეეძლო უსასრულოდ ეწარმოებინა საკვები, ნავთობი და ნედლეული. რაც უფრო დიდ ხანს გრძელდებოდა ბლოკადა, მით უფრო მძაფრდებოდა დეფიციტი. ამიტომაც ხედავთ, რომ დიდი განსხვავებაა ბრძოლის ველზე წარმატებასა და მთელი ომის მოგების უნარს შორის. გერმანიის არმია გამორჩეული იყო დაგეგმვაში. არგი მომზადება ჰქონდა, სარკინიგზო სისტემა სწრაფი იყო, артиლერია ძლიერი და ისინი სწრაფად ქმნიდნენ ახალ ტაქტიკებს, როცა ძველი აღარ მუშაობდა. მაგრამ ისინი მარტო ერთ ქვეყანას არ ებრძოდნენ, მათ უნდა შეებრძოლათ საფრანგეთს, ბრიტანეთს და ისევ საფრანგეთს. მოგვიანებით კი შეერთებული შტატების ჩაერთო. ამასთან ერთად გერმანიას ასევე უნდა დაეხმარებინა ავსტრია-უნგრეთს და სხვა მოკავშირეებს, როცა ისინი სირთულეებს აწყდებოდნენ. ამიტომ ომის გაგრძელებასთან ერთად რესურსების პრობლემა ტაქტიკაზე უფრო დიდი გახდა. გერმანიას შეიძლება ერთი ბრძოლა მოერგო. შეიძლება მოწინააღმდეგე უკან დაეხია. შეიძლება გერმანელი სარდალი უფრო გამოცდილი ყოფილიყო ვიდრე მეორე მხარის სარდალი. მაგრამ თუ მოწინააღმდეგეს შეუძლია წლების განმავლობაში უფრო მეტი ახალი ჯარისკაცი, საკვები, ნავთობი, იარაღი და ფული გამოხოს, ასეთ ომში გამარჯობა ძალიან რთულია. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი, რატომაც შთამბეჭდავია ის, რაც გერმანიამ გააკეთა, მაგრამ მაინც დამარცხდა. არა იმიტომ, რომ გერმანიის არმია ბრძოლას ვერ ახერხებდა. ბევრ შემთხვევაში გერმანიამ აჩვენა, რომ მისი მომზადება, დაგეგმვა და ტაქტიკა ძალიან მაღალი იყო. პრობლემა ის არის, რომ სამხედრო უნარები არ არის საკმარისი, რათა გადადალახო გერმანიის ყველა მინუსი. იმ დროს, როცა გერმანელი ჯარისკაცები და მარაგები იწურებოდა, მოკავშირე ქვეყნების რესურსები მუდმივად იზრდებოდა და როდესაც 1918 წელს ამერიკელი ჯარისკაცები დიდი რაოდენობით მივიდნენ, სხვაობა კიდევ უფრო გაიზარდა. საბოლოოდ პირველი მსოფლიო ომი მხოლოდ იმის შეჯიბრი არ იყო, ვის ყავდა საუკეთესო არარმია. ეს ასევე იყო შეჯიბრი, ვის ჰქონდა საკმარისი ხალხი, საკვები, ქარხნები, ნედლეული და ფული, რომ უფრო დიდ ხანს გაეგრძელებინა ბრძოლა. და ეს იყო ბრძოლა, რომელსაც გერმანია ვეღარ იგებდა.